მოგესალმებით. ვისაუბრებ ახალმთვარეობაზე, რომელიც გვექნება 20 ნოემბერს მორიელი ზოდიაქოს ნიშანში 21 გრადუსზე თბილისის დროით 10 საათზე და 47 წუთზე. აქ 4 პლანეტა იმოძრავებს მორიელი ზოდიაქოს ნიშანში. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გვექნება, რადგან ახალმთვარეობა შეერთება აქ ლილითთან, რეტრო მერკურთან, ოპოზიცია ურანთან, ტრინი ნეპტუნთან, სატურნთან და ასევე იუპიტერთან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გარდამტეხი ახალმთვარეობა 2025 წლის ბოლოსთვის. ეს ინარჩუნებს მორიელის ექსტრემალურ ენერგეტიკას და მოაქვს მოულოდნელობებით სავსე პერიოდი. განთავისუფლების და ფსიქოლოგიური გარდაქმნის პერიოდია ეს პერიოდი, დატვირთულია კარმული თემებით, ღრმა ტრანსფორმაციული საკითხებით. ეს ახალი ციკლის დასაწყისის პერიოდია, რომელიც მოქმედებს როგორც პირად, ასევე სოციალურ დონეზე. მორიელის 21 გრადუსი ეს არის წერტილი, სადაც არაფერი არ რჩება დამალული. რა ხდება ამ პერიოდში? ღრმა ჭრილობების გამოჩენაში, წარსული სიტყვები, გადაწყვეტილებები, დიალოგები, დამთავრებელი კავშირები ბრუნდებიან ამ პერიოდში. ძველი ემოციური ტვირთისგან განთავისუფლების პერიოდია, მოულოდნელი ცვლილებები, რომელიც საბოლოოდ შესაძლებელია სასიკვეთოც აღმოჩნდეს ზოგიერთისთვის. საიდუმლოებების ფარული ინფორმაციის გამოვლენის პერიოდია, წარსულის გამოჩენა, რადგან რეტრო მერკური ჩართულია, განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღება, გზის განთავისუფლება და შეხედულებების შეცვლის პერიოდი იქნება. კარმული კავშირების გააქტიურება იქნება, რადგან აქ პლუს ლილითი მორიელში შეერთებაში ახალმთვარეობასთან. ეს არ არის მსუბუქი ახალმთვარეობა, ეს არის სულიერი ოპერაცია, რომელიც აშორებს ყველაფერს, რაც აღარ გვჭირდება ამ პერიოდში. როგორი მოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე ეს ორკვირიანი პერიოდი, ბავშვი ამას ვერძებს, რაც შეეხება პირველ რიგში, ეს იქნება ფოკუსირება ინტიმურობაზე, ფსიქოლოგიური განკურნება, საერთო ფინანსები, ბანკები, ვალები. შესაძლებელია აქ გააქტიურდეს რაღაცა საზღვრები ამ კუთხით, შეიძლება გაიზარდოს ღმაშიშები ახალ ურთიერთობებში და სიმართლის პოვნის პერიოდი იქნება. კუროებს, რაც შეეხება პარტნიორული ურთიერთობების თემები იქნება გააქტიურებული. კონტაქტები, კავშირების გაღრმავება, შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ ურთიერთობებში. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს, აქ ფოკუსირება იქნება თქვენს ყოველდღიურობაზე, ჯანმრთელობაზე, გაძლიერდება სულიერი წესრიგი თქვენს ცხოვრებაში, გადალაგების ზრუნვის საკითხები, ასევე ზრუნვა საკუთარ სხეულზე, კარგი დროა მავნიჩვევებისგან განთავისუფლებისთვის. კირჩხიბებს, რაც შეეხება, აქ ფოკუსირება იქნება სიყვარული, შემოქმედება, შვილები, ემოციური სურვილები მკაფიო ხდება ამ პერიოდში. აქ ინტუიცია გვიჩვენებს, ვისთან და რაზე გვინდა გულწრფელი ინვესტირება. ლომებს, რაც შეეხება, ფოკუსირება იქნება ოჯახი, სახლი, ფესვები, წარსული საკითხები. აქ შეიძლება რაღაცა დაბრუნება ძველ საკითხთან, სახლის საკითხების, უძრავი ქონების ყიდვა, გაყიდვის თემები იყოს აქტუალური, თან იყოს ჩართული და განახლებები იყოს აქ. ქალწულებს, რაც შეეხება, ფოკუსირება იქნება ინფორმაციასთან, საუბრები, რაღაც იდუმალ თემებზე, ნათელი აზრები, ფსიქოლოგიური მხედველობები, მნიშვნელოვანი საუბრები. აქ წინ წამოიწევს თქვენთან. სასწორებს, რაც შეეხება ფინანსებზე, თვითღირებულებაზე, მორიელის ენერგეტიკა აქ გაძლევთ ხედვას, როგორ გამოიყენოთ რესურსები უფრო პროდუქტულად თქვენ. შესაძლებელია ახალი შემოსავლის წყარო გაიხსნას თქვენთან. მორიელებს, რაც შეეხება, აქ ფოკუსირება იქნება თვით გამოხატვაზე. პირადი დასაწყისი რაღაცა სიახლის. ეს თქვენი ახალმთვარეობა და იწყება თქვენთან ახალი ციკლი და რაღაც ძველისგან უნდა განთავისუფლდეთ. გადაწყვეტილებების პერიოდია, რომელიც ახლებურად დაგანახებთ მნიშვნელოვან გზას. შულდოსნებს, რაც შეეხება, თქვენთან ფოკუსირება ექნება ქვეცნობიერ საიდუმლო თემებზე. აქ აუცილებლად ტოქსიკური ურთიერთობებისგან უნდა განთავისუფლდეთ. კარგი დროა მედიტაციებისთვის. დაისვენეთ უფრო თქვენი თავის გამოვლინებაზე და ჩაღრმავებაზე იმუშავეთ ამ პერიოდში.
რაც შეეხება თხის რქის ენერგიას, აქ ფოკუსირება იქნება მეგობრები, გუნდური პროცესები, ფინანსური საკითხები, პროფესიული მიზნები და სტრატეგიული დასახვა რაღაცის. შესაძლოა ახალ პროექტებზე მუშაობა დაიწყოთ ამ პერიოდში. მერწყულებს რაც შეეხება ფოკუსირება იქნება კარიერა, რეპუტაცია, თქვენი მნიშვნელოვანი კარიერული ცვლილებები, სამსახურის ცვლილებები, რაღაცა ახლის დასაწყისი, დროა ფარული ამბიციების ზედაპირზე ამოიტანოთ ამ პერიოდში. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთან ფოკუსირება იქნება სწავლაზე, მოგზაურობაზე, ფილოსოფიური მიმართულებები, ინტუიციური გააზრების პერიოდია, შესაძლებელია ახალი ცოდნის მიღება, ახალი კონტაქტების დაწყება, ახალ ადამიანებთან ურთიერთობების პერიოდი, რაღაცა ახალი იწყება თქვენთან, რომელიც უშუალოდ კონტაქტებს შეეხება და რომელიც კარგ თემებზე გაგიყვანთ მორიელის ეს ენერგია. ტრანსფორმაციული პერიოდია თქვენთან, წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ. გამოიწერეთ ჩემი არხი და დამილაიქეთ.